მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდა გიორგი წაბალაძე, როგორ ხართ? დღეს ჩვენ გადავიღებთ ტყეში ურჩხული, მეგობრებო, გილოცავთ. გრძელდება ტყეში ურჩხული და რა წევილ-ყევილი ისმოდა სოფელიდან, ეხლა გავარკვიოთ, მეგობრებო. ხო და დავიწყოთ მოკლედ. ზომბები არიან. ოპა, მეოთხე ეპიზოდია, მეგობრებო, მეოთხე სერია. Radi zombi soplas tawde rachti boda aba ეხლა გავიქოთ. წავიდეთ ეხლა. წავიდეთ. ბაზა არის დაკეტილი. ეხლა წავიდეთ. რა წივილ-ყივილი ისმოდა ბიჭო, რა წივილ-ყივილი გავარკვიოთ რა. ეხა ახარ ის მიწევილ-ყივილი. თხილა ჩავიდეთ. მოვედით სოფელში. ვახ. მოვედით სოფელში და რა ხდება? სისხლები რატოა ბიჭო? აქაც ერთი ძრო ხარ მარტო. მოიცა. გავიდე. აქ ხალხი არ არის, აქაც რა დიდი სისხლი. ეხა არ გავგიჟდი. აქაც სისხლები ბიჭო. ეს ყველაფერი ურჩხულმა ჩაიძინა, მაგრამ ურჩხულმა რანაირადე? აქამდე სოფელს არ ესხმოდა? მიცვალთვალებს უჭველეს ურჩხული. ვახ, ჩამოვარდი მოკლედ ხოდა მოკლედ ჩამოვხტირა და ანუ ესე იგი ეს ურჩხული მიცვალთვალებს შეიძლება აქ იყოს, მაგრამ არ არის. კაი. აბა აქ შევიდეთ და რამდენი სისხლია აქაც. ვაიმე! აქ ხალხი ჩამოუხჩვია, ვაიმე. მოსაკალავია ეს ურჩხული. ახლა კიდე სისხლები. კაი, წავედი სახლში, ავედი ხარ სახლშივე. სახლისაკენაც მოვედით. ეხლა წავალ მაღაზიაში და მოუყვები ვილიჯერს. წავედით მალე. ის ურჩხული დაიმალა ალბათ. არ ვიცი და ურჩხულმა ქნა თუ ვინქნა ეს ამბავი არ ვიცი. კაი, შევიდეთ და დაველაპარაკები. მოვედი მაღაზიაში. მალე. გამარჯობა. მაგარი ცუდი ამბავი უნდა გითხრა. რა ამბავი კაცო ბიჭო, რა შემოამტვრე და რა ხდება რა, ვინმე ხვალ მოკლეს. ბიჭო, მოკლეს კი არ გადახოცეს. ვინ, რა ხდება? და აი ურჩხულზე რო გეუნებოდი, ხო იცი? დამამშვიდებელი რო ვიყიდე. ხო, მერე კაცო. ნამდვილია, რადგან მან სოფელი გაანადგურა, სოფლელები მოკლა. რას მელაპარაკები, ბიჭო? ეს მართალია? თუნდაც მე მპრეკავთ. არა, რას გპრეკავთ, ბიჭო, წამოც გინდა სოფელს თუ არ გჯერა. ეს ურჩხული ნაღდია და მე დამყვება და ყველას უთორთვალებს. იმედია ეხა არ გვისმეს. ვაიმე, გაიხეჭა უკან. ურჩხული! არა! მიშვენე! მოკლა! ვახ! გავიქეცი მალე! ეს რა არის, ბიჭო, ნახდი ყოფილა მართლა. ვაიმე, ის კაციც მოკლა. მომსდევს! არა, აღარ მომსდევს, კიდევ კაი. გამანება, ეხლა სახლში უნდა წავიდე მალე. რა ჩამოხტა? ვახ, მალე.
მოვედი სახში, ვაიმე ეს რა იყო ეს რა უჩხული ვაიმე ის კაციც მოკლა მაღაზიის ის ვაიმე ვერ დავეხმარი არაფერი არ მქონდა მუშტებით ხوار მოკლავდი რა ჩემი ბრალი არა ვქნა რა სამწუხაროდ ის კაციც დავკარგი მარტოვი დავრჩი ამ დღეში ვერ გავიგე ჩემი მეშინია სადა ახლოს ხო არა ანიტა ვაიმე ხა დავიძინე ცოტა ხანს შევჭამ ცოტას იმალება ალბათ ეგ უჩხული იმალება ალბათ უჩხული ვაიმე დაღამდასო ხა ძილის დრო დავიძინებ ჩემი კაი აღარავინ შეთ დაველაპარაკები გავიღოიძე კაცინდაკი ეხა მოკლედ წავალ მაღაზიაში მაინც ის კაცი სამწუხაროდ მოკლა იმარა უჩხუ მარა მოკლა ხო და წავალ ეხა არ მაშა ავიღებ რაღაცებს რა იმიტომ რომ ის ხომ მოკვდა და აღარ ამიშის უფასო დაღებას და საჭმელს და იმას წამოვიღებ წყალს და წვენებს და რაღაცებს რა სამწუხაროდ ის კაციც მოკვდა რა უცებ გაჩნდა ეგ უჩხული იქ რა მოხდა საუბრის დროს ეგრევე ვიკაცდა აქ ხო არ არის არა არ არის ეს კაცი სამწუხაროდ მოკვდა ავიღოთ ესენით ყველაფერიც ამას სიცხეზე გავაკეთებ მაგარი მშია ესენით ესეც ყველაფერი წყალიც ვიდა და ეს რა არის ფანტაც აბა კარგით ამაღაზიას აღარ ვესტუმრებ სამწუხაროდ ის კაცი მოკვდა კარები დავკეტოთ წავედით ახლა მივიდეთ მალე სახში მედია კიდე უჩხული არ დავხვდება სადმე მithვალ თვალებს და ყველას უთვალ თვალებს ეს ვაიმე ტყიდან უნდა გავიქცე მაგრამ გზა არ ვიცი ძალიან შეღმავებულში ვარ დაკარგული ყველა ღამეს ტურები მოდია და გველები და მაგარი მეშინია ცოტაც და გაირღვევა ეს ისა და მედი არ შევჭამე ნუ მეგობრებო სულ ეს იყო დალაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და გემშვიდობებით ნახვამდის დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი გაგრძელებას ნახოთ მომდევნო ვიდეოში რა მოხდება იმედია გავიქცევი ამ საშინელი ტყის კამარა არ ვრისკავ იმიტომ რომ ძალიან სიღრმეში ვარ და რო გავრისკო შეიძლება სახლიც დავკარგო და ვაფშე ტურებით შევჭამენ გლებიც და ვაფშე უჩხული და დაწყებული რა დამთავრებული გლები და ძაღლებიდან ალბათ ხო და ამიტომ არ ვრისკავ რომ სახლიც არ დავკარგო მაინც რა იმიტომ რომ შეღმავებულში ვარ კაცის შვილი არ ბინადრობს ერთადერთი სოფელი და ეს კაცი იყო სადაც მუშაობდა კაი გემშვიდობებით ნახოთ და ლაიქეთ ვიდეო გამოიწერეთ არხი და აბა ნახვამდის